რაც აღარ ახარ ტელევიზიაში უფრო მეტი საქმე მეგონი. ზუსტად. შენი ცივი მართლია. მან მეწინა მანეჯერობა. რატო? ვარი. არა, ბორჯოში ხარ. წავედით. საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავალი სტუმარი ნინო ზაუტაშვილია, მსახიობი და ტელეწამყვანი, რომელმაც თავისი მნიშვნელოვანი წლები ტელერადიო მაუწყებლობას მიუძღვნა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არხზე განსხვავებული ჟანრის გადაცემა მიყავდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდა მაყურებლამდე მიეტანა მნიშვნელოვანი სათქმელი. ასევე არ ერიდებოდა მძიმე სოციალურ პირობებზე საუბარს და ცდილობდა ასევე ეს ყველაფერი მიეტანა საჭირო ადამიანებამდე. თუმცა სადაც აღარ აღმოჩნდა თავისუფალი სივრცის ადგილი, გაქრა ნინო ზაუტაშვილის ადგილიც. ნინო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ვიცი, ეხლაც აქტიურ ბრძოლაში ხარ ისევე როგორც ყველა ჩვენ და ამიტომ პირველ რიგში გკითხავ, როგორ ხარ? თათია, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ დაინტერესდი და რაღაცა ეს ყოველი ესეთი ინტერესის მომენტი ჩემთან დაკავშირებით. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, 10 მაგათ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორედ ახლა როცა ყველაზე მძიმე პერიოდს გავდივარ ჩემი ცხოვრების ნამდვილად ასეა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლა ერთად ვართ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ ტკივილზე, იმ ყველა თემაზე, რომელიც ეხება დღევანდელობას, არა მხოლოდ ნინო ზაუტაშვილს, არამედ ზოგადად რა სიტუაციაშიც არის ჩვენი ქვეყანა და რასთანაც გვიწევს ახლა გამალებული ბრძოლა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყანა ზუსტად იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც საქართველოს ერმა აირჩია თავის დავაცხადია. მე კარგად ვარ და ვიქნები ძალიან კარგად, იმიტომ რომ ასეა საჭირო, პირველ რიგში ასეა საჭირო და მე ყოველთვის ვამბობ როცა უკრაინაში ომი დაიწყო, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, წავედით გადაღებაზე მე და თაკო მშვენიერაძე, გაგვაგზავნეს ტელევიზიიდან, ჩვენც დიდი სიამოვნებით წავედით, იმიტომ რომ გვაინტერესებდა ყველაფერი რაც ხდებოდა. ჩვენ ახლა ვართ საზღვარზე უკრაინის და პოლონეთის. ეს არის ის ბოლო წერტილი, საიდანაც ომის კატასტროფიდან ადამიანები მშვიდობიან სამყაროში ინაცვლებენ. დავდექით საზღვარზე, პოლონეთი უკრაინის საზღვარზე, სადაც ძალიან დიდი რაოდენობა ლტოლვილები გადმოდიოდნენ და პატარ-პატარა ინტერვიუებს წერდით, რომ აი ამ მდგომარეობის შესახებ, რასაც ამ მდგომარეობაში ეს ადამიანები აღმოჩნდნენ სრულიად მოწმენდილ გზაზე. და ყველა შეკითხვაზე, რომ აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რითი დამთავრდება ეს ომი? პასუხი იყო, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვეკითხები, რომ რატომ გაქვთ ესეთი აი რატომ ხართ ესეთი დარწმუნებულები, რომ აი იმიტომ რომ ჩვენ მართლები ვართ, გვეუბნებოდნენ. მე მაქვს ესეთი შეგრძნება, თათია, მე ვიცი რომ გავიმარჯვებ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ვარ მართალი. და ადამიანი როცა შიგნიდან არის აბსოლუტურად დარწმუნებული თავის სიმართლეში, მისი შერყევა არის ფაქტიურად წარმოუდგენელი. საკუთარ თავზე მაქვს არაერთხელ გამოცდილი და ეხლა ამ ეტაპზე იმდენად მართალი ვარ იმ სიტუაციაში, რაც დატრიალდა ჩემ თავს. აბსოლუტურად ერთი წამი ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს მთავარ მიზანს მივახცევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდება საზოგადოებას. საზოგადოებრივი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას. დიახ, უნდა დაუბრუნდეს, ეს არხი არის თქვენი. არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა. მე დავაანონსებ უბრალოდ, მაგრამ ჯერ არ მინდა წინასწარ თქვა რას და როგორ ვაპირებთ, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებას ექნება თავისი გამოხატვის საშუალება და ეს გამოხატვის საშუალება აუცილებლად იქნება მისთვის კონკრეტულად განკუთვნილი. როგორ გავაკეთებთ ამას და რანაირად? მოდით ეს დავტოვოთ საიდუმლოდ, თუმცა გეგმა ამისი არსებობს, ძალიან ნათელი გეგმა არსებობს ამისი და მე ჩემს მოვალეობად ვთვლი, რომ ამ მიზანს მივახციო. გარდა იმისა, რომ გავიმარჯვებ აუცილებლად. გავიმარჯვებ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი მენეჯმენტის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში, ასევე ტელეკომპანია იმედის და თათია. ჩემთვის ეს რას ნიშნავს ალბათ და შენთვისაც ეს აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დიდი წლები გავატარეთ იმედზე და საკმაოდ აი მე მახსოვს ის პერიოდი არაჩვეულებრივად დამოკიდებულება ადამიანების ერთმანეთის მიმართ, სიყვარული ჩვენი საქმის, თავისუფლების ხარისხი აბსოლუტური ხალხო, აბსოლუტური. და აი ამ ყველაფრის მერე მოხდა ის რაც მოხდა 7 ნოემბრის ამბავი, ეს ჩვენ ყველაფერი გავიარეთ და დღეს აი ამ ტელეკომპანიამ გადაწყვიტა, რომ მიწოდებული მასალა. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტულად იყო ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ მიწოდებული მათვის, რომ ჩემი გაშავების მცდელობა მომხდარიყო. მე მაინც მინდა უთხრა, რომ არ არსებობს რა
ყველა ვარიანტში სიმართლე იმარჯვებს. ეს არის რაც ატრიალებს დედამიწას და ამ შემთხვევაში მეც ვდგევარ ამ დედამიწას. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ თქვენი და ჩვენი პრობლემები დღეს არის საერთო და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მე წარმატებებს გისურვებ შენ ამ ბრძოლაში. მოდი სანამ პრობლემებზე ვისაუბრებთ, გადაცემის ფორმატს მაინც ვუღალატებთ და ვიმოგზაუროთ ჩვენს ბავშვობაში. ვიცი რომ იყავით ცელქი და ესეთი მოუსვენარი, აი მაინც როგორი იყო ნინო ზაუტაშვილის ბავშვობა? როგორ გახსენდება შენის ბავშვობის წლები? რა ინტერესები გქონდა, რითი იყავი დაკავებული? მე მქონდა ძალიან მრავალმხრივი ინტერესები. ყველაფერი მაინტერესებდა და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული მამაჩემთან, იმიტომ რომ მამა იყო ესეთი. აი მულტიფუნქციური და მულტიინტერესების მქონე ადამიანი. ყველაფერი აინტერესებდა. თვითონ იყო გეოგრაფი, გეოლოგი, არაჩვეულებრივი რაღაც ენერგეტიკის მიმართულებით, აბსოლუტურად სხვა სფეროდან იყო, თუმცა აი ასტრონომია ზუსტად ისევე აინტერესებდა, როგორც ენერგეტიკა და რა ვიცი მილიონი სხვადასხვა სფერო. რა თქმა უნდა, მაშინ ახლა ტექნოლოგიების განვითარება ასეთი კი საერთოდ არ არსებობდა და ყველაფერს წიგნებიდან ვიღებდით. მაგრამ არ დამავიწყდება 14 წლისას დამემართა რაღაც თირკმელების დაავადება და მომიწია დიდხანს ლოგინში წოლა. და მამა იყო სულ ჩემ გვერდით, აი ეს მახსოვს სულ და მიკითხავდა მე გადადებდა ამ წიგნს და აი ხო შენ როგორ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? აბა ვილაპარაკოთ ახლა ამაზე და ის ავადმყოფობის პერიოდი საუკეთესო მომენტად მახსენდება ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი აბსოლუტურად გამეხსნა რაღაცა თვალსაჩინო, აი ძალიან ბევრი რაღაცა იყო, რაც ჩემ ცნობის მოყვარეობას აკმაყოფილებდა მამას კუთხით, იმიტომ რომ მამას არ ეზარებოდა მთელი ჩემი კითხვა, ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი მიჩნდებოდა გააიხსნა ჩემთვის, გაეგებინებინა და მე მოეთხოვა მე როგორ გავიგე, აი ეს რაღაცნაირი ურთიერთობა იყო საოცარი. მე ძალიან ბევრ რაღაცაში ვემატლიერები მამას და დღემდე მაქვს ეს მომენტი, როცა რაღაც გადაწყვეტილებებს ვიღებ ან რაღაცა საქციელს ჩავდივარ, მაინც მაქვს ეს რაღაცნაირი კონტროლი, რომ აი დაახლოებით მამა როგორ შეაფასებდა ამას, მომიწონებდა ამ საქციელს არ მომიწონებდა და ეს რაღაცა ცოტა ისეთი ბიჭური ელემენტები, რაც მქონდა ბავშვობიდან, იმიტომ რომ სასწაულად ცელქი ადამიანი ვიყავი და ბოლოს მამა ჩემს უთხრეს, რომ სახში იჯდეს, ნუ მოვა საერთოდ ისე დაუწერთ ნიშნებს, ოღონდ არია რომ სამბავშვო. აი, რაში გამოიხატებოდა შენი ეს არანორმალური სიცოცხლე? ვერ ჩერდებოდი ერთ ადგილზე, სულ დავრბოდი, სულ ისაყან იმას რაღაცას მოპარავდი, წავართმევდი იმას, აი, სულ მოძრაობაში ვიყავი, აი, სულ. და თან მქონდა თვისება, რომ კლას ვიყოლიებდი. და ეს როგორც კი, ნუ მასწავლებლებისთვის ეს იყო ტანჯვა წარმოიდგინე რა. მაგრამ მე ჩემი თავის გასამართლებლად სულ ამბობდი, რომ ხალხო, ამიხსნას ისე რომ საინტერესო იყოს ჩემთვის და გავჩერდები და ასეც პრინციპში მართალია. ასეც ხდებოდა, იმიტომ რომ მე ქართულის გაკვეთილზე ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი ნუნუ კირდავა. მე ერთხელ ცხოვრებაში არ გამებრაზებია ნუნუ. იმიტომ რომ ის ისე ხსნიდა გაკვეთილს და ისე ხსნიდა მაგალითად ვეფხისტყაოსანს, რომ მე მსგავსად ახსნილი მე არაფერი აღარ მომისმენია და მე ვიჯექი, უსმენდი, კითხვებს ვამდი, იმიტომ რომ მაძლევდა ამის საშუალებას მასწავლებელი, რომ ის კი არა რომ მე რასაც გიხსნე ახლა ეს უნდა. არა, ის ჩემ შეკითხვებსაც პასუხობდა. აი ეს ანუ მე არა ვარ ცარიელი მსმენელი, რომ აი დავჯდე და რაღაცა მოვისმენ. კი, ესეც მიყვარს, მაგრამ კონტაქტი მიყვარს ძალიან. აი ეს ხო, ეს ცოცხალი ურთიერთობა. აუცილებლად აქედან იწყება რა, ყველაფერი ფაქტიურად და ამიტომ მე მქონდა ეს ინტერესების სფერო, მაგრამ ვიყავი სასტიკად ცელქი. და ახლა ჩემი შვილები ან შვილიშვილები როცა რაღაცას დააშავებდნენ ხოლმე მე სულ მაგ ახლა ჩემი შვილი ბრაზდება რომ აი როცა ნუცა რაღაცას აშავებს შენ რატო არ გაქვს ისეთივე რეაქცია როგორიც ჩემზე ქონდა იმიტომ რომ მე მესმის ბავშვების მეუბნები მე მესმის ბავშვების რატომ შეიძლება ცელკობდნენ რატომ შეიძლება მოუსვენრად იყვნენ რაღაცის ინტერესი ამასობაში აქვს ამ ბავშვს და ეს უნდა გამოიცნო და პირიქით უნდა შეძლო მისი ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილება ეგ არის მთავარი მე კარგად მახსენდება ჩემი ბავშვობა იმიტომ რომ ძალიან დიდ სიყვარულში გავიზარდე და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აი დედა ქალბატონი მერი მიქელაძე ვინც არ იცის ჩვენმა მაყურებელმა იყო რადიოს ერთ-ერთი პირველი დიქტორი ხო ნუ მაშინ დიქტორები იყვნენ წამყვანები როგორი ურთიერთობა გქონდათ შვილებთან აი მერი სხვათა შორის იყო
საკმაოდ აი მამასგან განსხვავებით, აი დედა უფრო ისეთი კაცრი და მომთხოვნი ქალი იყო, ნუ მიქელაძის ქალი და ხო შეგვჭამა მიქელაძეობით, იმიტომ რომ ზაუტაშვილები და მე მიქელაძე და თან ახლა მართლა არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი იყო და ნუ არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა ამ ადამიანს, მაგრამ იყო კაცრი და მომთხოვნი და აი თავისი შეხედულებები ჰქონდა, რასაც ის არ გადავიდოდა და ეს სხვათა შორის ამ დიქტორობაშიც ჰქონდა ხოლმე, იმიტომ რომ არჩეულებრივი ხმა ჰქონდა და ნუ მეტყველება საოცარი და რომ ვკითხავდი ხოლმე სახლში და დედა ერთი გახედა გიხვეწები რომელი საათია 17 საათი და 30 წუთია მეტყოდა დედა საათი მითხარით თუ შეიძლება ვერ 17 საათი და 30 წუთი ანუ აი ეს რაღაცნაირი თვისებები თავისი აი ამ თავის ყოველდღიურობაში და აი ამ საქციელში ყოველთვის ვლინდებოდა და გადმოქონდა ესეთი იყო ესეთი თავშეკავებული და საკმაოდ კაცრი და ესეთი შეხედულებების ადამიანი თუმცა რა თქმა უნდა ხა შვილებზე გიждდებოდა შვილიშვილებზე გაცილებით მაგრამ აი ეს თავშეკავებული და ესეთი მომკაცრო ამბავი ჰქონდა დედას კი იცი მე სულ მახსენდება იქ თქვა ჩემი პირველი წასვლა და შეხება თეატრთან. თქვა იმ თეატრის გულისთან. შენი ამბავი მაინტერესებს, აი პირველად რომ მოხვდი რადიოში. ეს იყო ძალიან რადიოში როგორ მოხვდი პირველად? ანუ მოხვდი ისე როგორც აი დედა რადგან მუშაობდა რადიოში და თქვა უცებ მოხდებოდა ისე რომ არ ეცალათ ბებიას და ბაბუას იმ მომენტში მე ხვდებოდი დედასთან რადიოში სამსახურში ოღონდ თავისთავად ცხადია იქ იყვნენ უსაინტერესო ესე ადამიანები თვითონ რადიოს ამბავი მუშაობა ის რომ რაღაცა ძალიან დიდი შუშის ესეთი ის იყო რა ქვია კაბინა რომელშიც დედა შედიოდა და კითხულობდა თავის ტექსტს ან კითხულობდა ლექსს ან კითხულობდა რაღაცა ზღაპარს ბავშვებისთვის აი თვითონ მითხრევდა იცი ეს იმიტომ რომ იმდენად რაღაცნაირი ზღაპრული გარემო იქნებოდა რომ ჩემთვის ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი შემეძლოსებში დარიყავი და საათობით მესმინა აი შედიოდა დედა მე შემოდიოდა სხვა დიქტორი თქვა იქ რაღაცა ბატონი ლევანი ბატონი რეზო არაჩვეულებრივი ადამიანები ყველა გულისხმიერი იყო შენს მიმართ და ეს ზღაპრული გარემო იყო საოცრება შემდეგ დაიწყო რაღაცა საბავშვო გადაცემა და მე მითხრეს რომ აბა შედიო სტუდიაში და წაიკითხებ რაღაცა ლექსი მომწეს სასაკითხო შევძვერი ამ სტუდიაში და რომ მომიკეთეს კარები ცოტა კი შემეშინე იმიტომ რომ კლაუსტროფობიკი ვარ დღემდე საჭინე აუ საშინელი მე იქიდან დამიწახა ხმის რეჟისორმა რომ ნუ გეშინი აქვარო და ეკარები იღება ახლა შეგიძლია გააღო და თუ არა და მე შემოვა გაგიღებ არინერო და წაიკითხე ტექსტი დავიწყე და წავიკითხე ეს რაღაცას ტექსტი აუ გადასარევია და ნინო იქნება ამ რაღაც დაფიონის სამყვანი დიდი სიამოვნებით გავაგზელე ეს საქმე მითგითხა პერიოდულად მივდიოდი როცა მეტყოდნენ ჩაწერე რაღაცები ჩავწერდი და აი ძალიან ვერთობოდი ამით რა თქმა უნდა ეს მე პროფესიაშიც გადაიზარდა ოღონდ საკმაოდ გვიან უკვე თეატრიდან წამოსული ხო და ის სხვათა შორის ეგ მაინტერესებს ძირითადად როდესაც აი ამ რაღაცებით იწამლებიან მაინც მიმართულებას იღებ რაღაცა ამ მიმართულებით მიდიხარ რატო აირჩია აი მსახიობობა და თქვა არა ტელერადიო თუ იმ პერიოდში არ იყო ეს ფაკულტეტი იყო ყველაფერი იყო მაგრამ ნახე აი წარმოიდგინე ხო რა ხდება რომ ვამთავრებდით უფრო სწორად სიმართლე ხა ყველაფერი მინდოდა გარდა მსახიობობის არანაირად ისე რომ თავიდანვე ვოცნებობდი არ ყოფილა ესეთი და ხო და ერთხელაც დედა იყო ალბათ და რაღაცა ლაპარაკობთ აქეთ იქით რაღაცა ერთვენიერ საღამოს მომიყვა ისტორია როგორ დატოვა თვითონ თეატრი როგორი მწარე ისტორია გაიარა მან როგორ მოექცნენ უსამართლოდ ну საკმაოდ დაუნდობელი გარემოა იქაც ისევე როგორც ტელევიზიაში სამწუხაროდ ძალიან გავს ეს გარემო ერთმანეთს ნამდვილად ხო ეს რომ მომიყვა მე ის ღამე არ მძინებია და ვთქვი რომ არა მე უნდა წავიდე თეატრალურზე უნდა ჩავაბარო და მე დედას მაგივრად უნდა ყველას გავცე პასუხი იმიტომ რომ დედას მოექცნენ ესე ცუდად აი გავმწარდი ვერ აღიღწე და მეორე დილას უკვე რომ შევიკრიბეთ საუზმეზე მე ვთქვი რომ მე ვაბარებ თეატრალურ უნივერსიტეტში მაშინ იყო ინსტიტუტი აუ ნუ ეხა იქ რა მოხდა წარმომიდგენ მე ვთქვი მაშინ მე არსად არ ვაბარებ აი ესე მორჩა ანიკ ან არსად ნუ რა თქმა უნდა мама ერთადერთი ადამიანის წინაშე იყო სრულიად განიარაღებული ეს ვიყავი მე
და ნუ რადგან ესე გადაწყვიტე მითხრა წადი. წავედი, ჩავაბარე მშვენივრად, დავამთავრე, შემდეგ წავედი მარჯანიშვილის თეატრში, ამასობაში გავთხოვდი ბავშვები რაღაცა აქეთ-იქით და მოხდა ისე, რომ მარჯანიშვილის თეატრშიც მეც მომიწია წამოსვლა მარჯანიშვილის თეატრიდან. მაგრამ აქ ჩემი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ როცა მოითხოვეს, რომ აი ახალგაზრდა მსახიობები მოდით და გაიარეთ რაღაცა კონკურსი და თავიდან გავიაროთ აბა ვინ რა როგორ, მე გადაწყვეტე რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. ახლა რომ მკითხო, უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ კონკურსში უნდა მიიღო მონაწილეობა. თუ გინდა რატომაც არა. ნუ როცა სავალდებულოდ დგება ეს საკითხი, უნდა გააკეთო, მაგრამ აი რაღაცა იყო, რაც აღარ მომინდა რომ გამეკეთებინა და წამოვედი. წამოვედი, მაგრამ იქვე მოხდა ისეთი რამ, რომ შეიქმნა პიკის საათი და პიკის საათში იყო რეჟისორის ასისტენტის ვაკანსია და დედა მითხრა, რომ შენ თუ გაინტერესებს, მაინც ეს გარემო შენთვის ძალიან ნაცნობია, მოსინჯე აქაც. ნუ თათია, ეხა მე იმ დღეს, რა დღესაც მივედი პიკის საათში, ვფიქრობ, რომ იმ დღეს გადავწყვიტე რა მინდოდა საერთო ცხოვრებაში და მიუხედავად იმისა, რომ მე მსახიობობა ბევრჯერ შემოტრიალდა ჩემ ცხოვრებაში, მაინც მე ვთვლი, რომ ჩემი თავარი მოვალეობა არის ნამდვილად ჟურნალისტიკა, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც შემიძლია მოусმინო სხვას, განვიცადო ის, რასაც ვისმენ და წავიღო იქამდე და მივიტანო იქამდე, სადაც უნდა მივიტანო. ახლა იქ რამდენად გაიგებენ, ეს უკვე მათი პრობლემაა, მაგრამ შენ მოვალეობა თქვი ამას. მე ვარ პასუხისმგებელი ადამიანი, რომელსაც აი ესე უბრალოდ მოვისმინე, ან მე არ შემიძლია პოზიტივი, თუ შეიძლება ეს რატო უსმენთ ამ ნეგატიურ რამ. საცხოვრობთ. ხო, ეს არის ჩვენი ცხოვრება. ბრიტანეთში ვცხოვრობთ, საფრანგეთში ვცხოვრობთ, გერმანიაში, სოციალურ ქვეყანაში, სოციალური წყობის ქვეყანაში და ყველაფერი დალაგებულია. აი ესეთ ქვეყნებში ვცხოვრობთ ჩვენ. და ამიტომ პოზიტივი გვინდა, პოზიტივი ყველა ადამიანს უნდა. ძალიან დიდი ბოდიში მეც მინდა ახლა პეპლებს და იმას დავსდებდე მინდორში, მაგრამ არ არის სამწუხაროდ ეს ვერ დავალაგეთ ეს ქვეყანა. ამაში მე ყველას მოვიაზრებ. ჩვენც მთავრობებსაც, რომლებიც იცვლებიან ჩვენ თვალწინ და მათ შეცვლაშიც გვაქვს ჩვენ ყველას მონაწილეობა მიღებული, ხო მართალია, იმიტომ რომ რაღაცა როცა იყო მიუღებელი, ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებდით, მაგრამ აი ესე მოხდა. მე ჩემი თავი დავინახე ამ პროფესიაში ყველაზე მეტად და ყველაზე საჭიროდ. შენი ამბავი ამ კორპუსებში ჩაიკარგა, გარშემო რომ ამოგიშენეს. შენი ამბავი ის პარკიცაა, რომ არ აშენდა. შენი ამბავი ბევრნაირია. და თუ კი მართლა ვიყოფთ სამყაროს და ერთი გვაქვს ჰაერი, წყალი, მთაც და მიწაც, გზა, საქმე და მიზანი. ერთი გვაქვს სივრცეც და ჩემთვის არის კატეგორიულად მნიშვნელოვანი ვიგრძნო თავი, სადაც ვარ საჭირო, სადაც აღარა ვარ საჭირო. იქ მე თვითონ მივდივარ, მე არ მაქვს ამის პრობლემა. აი ხლა თუ ვიღაცა იტყვის, რომ რა გააჭირა ამ ქალმა კაცს საქმე და წავიდეს ახლა ხო, გააკეთა თავის საქმე და ასრულა ეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დამთავრდა ბატონო ეს გადაცემა და წავიდეს სახში. არა ბატონო, არ დამთავრებულა საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის ბრძოლა, აი როცა ეს დამთავრდება და როცა საზოგადოება იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ამ შემთხვევაში ნამდვილად დავიხურავ ქუდს და თვალით ვეღარ ვნახავს ვერავინ ტელევიზიაში. ვამბობ გარკვევით, იმიტომ რომ ხა მარტო ის რო გაქვს სათქმელი რომ დირექტორობა უნდა მაგას და იმიტომ დირექტორობა კი არ მინდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მინდა იყოს ასრულებდეს თავის ფუნქციას. და რომელი პოზიციიდან გავაკეთებ ამას, ჩემთვის სულ ერთია. მაგრამ დირექტორი ვინც იქნება, იმან მომცეს მე ამის საშუალება. რა თქმა უნდა. თუ არა და მაშინ იძულებული ხდები, მე გავხდე დირექტორი, რა სხვას მივცე ამის საშუალება. და სხვათა შორის სულ ვამბობ. მე უკვე ვარ იმას აქში, რომ თქვა, რომ რაღაცა გამომივა, რაღაცა ვერ გამომივა. აი ეგ გამომივა, კი. იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანის ფასი. და მე ვიცი იმ პროფესიონალების ფასი, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ ბრწყინვალედ და ასეთი ადამიანები არიან ჩვენი ირგვლივ. მე ძალიან ვთხოვთ, რომ პირადობა ლუცტიკოს ყველაფერზე მასკარადის გადასახადს. მე მასკარადს თქვენ აკეთებთ. მე მასკარადს არ ვაკეთებ, მასკარადს აკეთებ თქვენ. ეს არის მარტო მასკარადი. რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვსაუბრობთ, აი ყველაზე მტკივნეული მაინც რა იყო შენთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებისგან, აი შენს მიმართ გამოთქმული პრეტენზია თუ კრიტიკა თუ ქცევა თუ აი ყველაზე მტკივნეული რა იყო შენთვის? ყველაზე მტკივნეული ცი რა იყო თათი? ჯერ ისე დავწყვეტე კიდე რომ არანაირი არგუმენტაცია ჩემთვის არ წარმოუდგენი არავის,
მოკვლევა დავასრულეთ. გავიგე რომ მოკვლევა დაასრულე, მაგრამ რა წერია იმ მოკვლევაში? რაო, კონკრეტულად რისთვის? ის რომ მე გენერალურმა დირექტორმა თინა ბერძენიშვილმა მითხრა რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის რომ ნინო ზაუტაშვილი სახლში უნდა წავიდეს და იქნებ მე იქვე უპასუხე რომ ეს რესურსი გაცილებით ადრე ამოიწურა ჩვენი ურთიერთობის არათუ ეხლა, როდესაც მან ჩათვალა ეს საჭირო და მთელი უბედურება ის არის რომ მასაც არ ჩაუთვლია ეს საჭიროდ. მე ზუსტად ვიცი ეს იყო ზარი ზევიდან. არ მინდა ხა კაბინეტების და იმის დასახელება რა არ მაინტერესებს. ეს არის ვასიკო მაღლაფერიძის და კიდე მის ზევით ყოფი ვიღაც ადამიანის გაწყვეტილება 15 წუთში აბა ჩქარა გავუშვით ახლა ეს ადამიანი სახლში და მიაყოლეთ ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი. ორივე გავუშვით სამსახურიდან. ეს რო სიტუაციას არ შეცვლის, მინდა დავარწმუნო. არ შეცვლის ეს სიტუაციას, იმიტომ რომ რაც ანუ გარეთ ვიყო და რაც ანუ შორს ვიყო, მე ყოველთვის ვიცი სად ვარ საჭირო და სადაც საჭირო ვარ, იქ ვიქნები აუცილებლად. გარდაუვალია ეგ ამბავი. გარდაუვალია ეგ ამბავი. ერთადერთი რამ გამაჩერებს, ოღონდ ეგ ერთადერთი მაგათ ხელს ჭინამდვილად არ არის. ნინო, ვიცი რომ საჩივარი უკვე შეიტანე. რა თქმა უნდა. და ბრძოლას აგრძელებ. აუცილებლად. აუცილებლად და ეხლა ვარ ისეთი მოკოქილი რომ აი ხედავ ამ ყველაფერს, აი პროცესს ხედავ, აი ვიცი რისთვის ვიცი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. საზოგადოება დაიბრუნებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს გარდაუვალი ამბავია რა. წინაღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ გახდება ისეთი როგორი ჩვენ გვინდა რომ იყოს. იმიტომ რომ მედიის მნიშვნელობა თუ კი ვინმესთვის გაუგებარია, შევახსენებ უბრალოდ რომ ყველაზე მეტად ყველა ავტოკრატიული რეჟიმი ებრძვის მედიას, იმიტომ რომ ზუსტად იცის სად არის მათი სუსტი წერტილები და როდესაც შენ გეგულება ვიღაც ვინც შენი სუსტი წერტილი იცის, რა თქმა უნდა ცდილობ მის განადგურებას. ოღონდ არ გამოდის ეს არასდროს. ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს. მით უმეტეს ჩვენ როდესაც აი გეტყვით ახლავე. ჩვენ ვიყავით 60 წლიან საბჭოთა მონობაში. მაგრამ ჩვენ გქონდა 33 წლიანი წყვეტა და ამ 33 წლიანი წყვეტის შემთხვევაში წამოვიდა ზუსტად ის თაობა, რომელმაც ამ წყვეტის სიკეთე იცის. და ამიტომ არის შეუძლებელი დღეს შენის დააბრუნო იქ, სადაც აღარ ჩვენ გვინდა დაბრუნება და მით უმეტეს ახალგაზრდებს არ უნდათ, იმიტომ რომ სხვა ცხოვრება იციან მათ. სადღაც Facebook პოსტზე შემხვდა შენი კომენტარი. რაღაცა ვაკანსია ცხადდებოდა, რაღაცა სამშენებლო მიმართულებით თუ ასე შემდეგ. მე ვიცი, შენ არ ხარ ის ადამიანი, რომელიც დეპრესიას მიეცემა, რაღაცა იტირებს. ვიცი, რომ არ გაჩერდები და სამსახურის გარეშე არ დარჩები, ბევრ რაღაცას გააკეთებ. ანუ ჟურნალისტიკის მიღმა ვგულისხმობ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. თუმცა აი რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ეს პროფესია შევინარჩუნოთ? გეტყვი ახლავე თათია, ეს პროფესია აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, უნდა მოვიპოვოთ სოლიდარობა საზოგადოების. და სოლიდარობა საზოგადოების მოიპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ საზოგადოება გიღებს და გცნობს და აღიარებს, რომ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც მას სჭირდება. როგორც კი ამ საჭიროებას საზოგადოება ხედავს, ის შენ ხელს არ გაგიშვებს, არც ერთ შემთხვევაში. გავიგე, მაგრამ მაშინ დაგიპირისპირებ ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ პროპაგანდა იმდენად ძლიერია ამ შემთხვევაში, რომ იმ ადამიანებს შენს წინააღმდეგ გესლავს ძალიან და წამლავს. კი, როგორ არა? რა უნდა ვქნათ ამისთვის, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს? ეს მოხდება, ამას ჩვენ ვერაფრით ვერ გავაჩერებთ, იმიტომ რომ ეს ახლა ისეთი წრეებიდან იგეგმება, ეს სცენარები ხო აქ არ იწერება, ეს სცენარები იწერება შორს, იქ ძალიან კარგად იციან ქართველის ხასიათი, ძალიან კარგად იციან ზოგადად ჩვენ რითი ვსუნთქავთ, რა ხალხი ვართ, რა შეგვიძლია, რა არ შეგვიძლია. ამ ყველაფრის ფონზე მე მაინც გონია რომ ჩვენ მომხრები მეტი გვყავს. ზუსტად ამიტომ აი ნახე როგორი რაღაცა, როცა ადამიანს საჭიროება უდგება რომ უშველო. მედია არის პირველი ვინც მირბის მაცაშველად და ეს ამ ადამიანებმა დაინახეს უკვე და ამისი გემო როგორც კი გაიგეს, მათ ძალიან კარგად იციან. მე გეუბნები უმეტესობაზე ადამიანების, თორე ეხლა მე იმ ადამიანს არ ვერჩი, რომელიც აღარ ვერჩი უბრალოდ, რომელიც მოვა ევროკავშირის დროში დააგდებს და ფეხებით შედგება ზედ.
არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს ხო ძალიან დაბიოს აქცია. დაბიოს აქციელი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ნაკარნახების აქციელი, ეს თვითონ შეიძლება აზრათაც არ მოსვლია. ევროკავშირის დროშაც კი არის ის, რომელია გეხვეწები იმან, რადგან ის გადაწყვეტს მოიტანოს, აანთოს, დააგდოს, დაახტეს, იცეკოს რაღაცა ის არა. ღმერთო ჩემ, ეს არის რაღაცა რაოდენობა ადამიანების, რომელიც დავალებით მოქმედებს, ეს არის ყველაზე ცუდი კატეგორია. ყველაზე ცუდი კატეგორია, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, რომელიც ყველას დავალებით იმოქმედებს. შემდეგ ის ამათზე დაყრდნობა, ეს არის საკუთარ თავში ირტყა ხელები, აი ზუსტად რა. რა წუთშიც ვიღაცა უფრო მეც გადაუხდის, ზუსტად იქით გაიქცევა. და ამიტომ ამ ადამიანებს ისინიც არ ყნობიან, მშვენივრად იციან, ვინ არიან და რა არის. მაგრამ არის მართლა ადამიანების ის წრე, რომელსაც არ აქვს ეს ცოდნა მიღებული, არც სიკეთე, ვერც სიკეთე ვერ დაინახა ამ ყველაფრის. იმიტომ რომ აი როგორ გითხრა რა, ახლა ვაკვირდები, იცი, რომ აი კატეგორიები არსებობს ისეთი განსხვავებული, რომ მე მიფიქრია, რომ არა, ამ ადამიანებთან ლაპარაკი არის საჭირო, აუცილებელი, რომ გააგებინო, რომ უბრალოდ არიციან და იმიტომ. ამიტომ ამ ადამიანებთან არის მუშაობა საჭირო, ვისთანაც შანსი კიდევ არის, რომ რაღაცა გააგებინო. და რა დავიჭირე, იცით, ათია მე ძალიან ბევრს დავდივარ რეგიონებში და ძალიან ბევრ ადამიანთან მქონია კონტაქტი და ახალი თაობა შვილიშვილები. ფანტასტიურად ზემოქმედებენ უფროს თაობებზე. და ეს ბებიები და ბაბუები და დედები და მამების ძირითადი თაობა გასულია საერთოდ ემიგრაციაშია და ეს საერთოდ ცალკე თემა. და აი ეს ტანდემი ბებიებთან დარჩენილი შვილიშვილები, იცი როგორი ამბავია, რომ შვილიშვილები ძალიან დიდ ინფორმაციას აძლევენ ბებია ბაბუებს და აქედან გამომდინარე სურათი ნელ-ნელა იშლება, რომ ვიღაცას აი საბჭოთა კავშირი ენატრება, ის უნდა რა უნდა გენატრებოდეს. რა უნდა გენატრებოდეს? ურთიერთობები რას ნიშნავს? რა ეხლა არ შეიძლება ურთიერთობა გქონდეს ადამიანთან? ოღონდ შენი სამშობლო გიყვარდეს და შენი სამშობლოსთვის უკეთესი გინდოდეს? ამდენს როგორ ვერ უნდა ხდებოდა ადამიანი, რომ ქვეყანას რომელმაც დაგვაქცია, დაგვანგრია და ამდენი უბედურება მოხდა საქართველოში ზუსტად ამ რუსეთის გამო. როგორ შეიძლება ეს გინდოდეს? როგორ შეიძლება ეს გინდოდეს და ეს მოგწონდეს ადამიანს? არა, თან ამ ადამიანებს არ ესმით ერთი მთავარი რამ, ის როგორც იყავი საბჭოთა კავშირის დროს, ის წარმოუდგენელია, ეს აღარ იქნება, აღარ არსებობს უბრალოდ. გამორიცხულია. და რაც ენატრებათ ის ზუსტად მინდა უთხრა, რომ არ ეკნებათ აღარასოდეს. გამორიცხულია უბრალოდ და ჩვენ არ ვიცი, არ ვიცი აფხაზეთი გავიხსენოთ, ოსეთი გავიხსენოთ. რა ვიცი, რანაირად, არ ვიცი. არ ვიცი. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ რეალურ სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი ვარ. უზარმაზარი ნაბიჯი შინ ევროპისკენ გადადგმულია. ყველას გილოცავთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. კინოინდუსტრიის ასობით წარმომადგენლისთვის ეროვნული კინოცენტრის კარი 8 თვის წინ დაიკეტა. რა უნდა გაკეთდეს ცნობიერების ამაღლებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისთვის და ახალი რეალობის დაძლევისთვის. ჩვენ შეიძლება მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ვერ გავხდეთ თავისუფლები. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა 25 წლიანი ისტორიით. შეგვიძლია ვთქვათ გიორგი მაისურაძესთან აქვს ეს შეკითხვა პირველ რიგში, რომ ჩვენ ვართ თავისუფლები. ესე იგი, შენს გარშემო ახლა ყველა ნერვიულობთ, ხო? რაც ხდება ერთმანეთზე, ყველა ვღელავთ და ყველა ნერვიულობთ, განვიცდით, ვუთანაგრძნობთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. თუმცა შენი შვილები არიან ის ადამიანები, ვინც აი ამ ყველაფერზე განსაკუთრებით ღილავენ და ამ ყველაფერს განსაკუთრებით განიცდიან. როგორია მათი პოზიცია და დამოკიდებულება და ისინიც თუ არიან შენნაირი აქტიურები? აქტიურები არიან თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ეს ბუნება რაც თქვა მშობელს აქვს, გადმოდის თავიდან ბოლომდე და თქვა გენეტიკურად და ყველანაირად შვილზე გადადის. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათ არ დაინახონ ჩემი, ასე ვთქვათ, განცდები. აი ამას ვცდილობ მაქსიმალურად. მათ იციან, რომ დედა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ეს იციან, ასე ამბავი, მაგრამ ის რომ მათ შემამჩნიონ, როდესმე რომ მე წავფორხილდი ან დავეცი,
ეს არის გამორიცხული. იმიტომ რომ მათ იციან ზუსტად რომ ნინო ზაუდაშვილი ყოველთვის იდგება ფეხზე. სანამ მას ასაკი და რაღაცა ზებუნებრივი ძალები ამას განუსაზღვრავს. რომ აი აქამდე აი უნდა ვიდგე. კარგად უნდა ვიყო საჭირო, ეს არის ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანა ცხოვრებაში, რომ მე უნდა ვგრძნობდე ჩემს საჭიროებას და როგორც კი მე ვგრძნობ ჩემ შვილებში, რომ მე მათთვის ვარ საჭირო, თუნდაც იმისთვის, რომ მაგალითი კონდეთ, როგორ არ უნდა წაიქცე, როგორ არ უნდა დანებდე რაღაცა ვიღაცების იქ ნებასურვილებს. ამის მაგალითი მე მინდა ვიყო დიდხანს და გამომდინარე იქიდან რამდენად მე შევძლებ ამის მიცემას ჩემი შვილებისთვის მანამდე ეს ბალანსი იქნება შენარჩუნებული და ღმერთმა აკნას მე მოვესწრო იმას რომ ვერ ვიყო თქვათ მაგალითი ჩემი შვილებისთვის რომ არ უნდა დათმო არასოდეს რაც არ არის დასათმობი და ეს არის მთავარი ისინი ძალიან შეგნებული და კარგი ადამიანები არიან ჩვენ გვაქვს შეთანხმება ესეთი რომ ყველა ცხოვრობ ჩვენი ცხოვრებით გამიწია ანგარიში სხვა რამეა მაგრამ შენი გასაკეთებელია, ჩემი გასაკეთებელია. შენ შეგიძლია მე მხარი დამიჭირო ამაში. მეტი არაფერი, მე არ ვითხოვ არაფერს ზედმეტს. ამ ქვეყანაში ძალიან რთულია. საერთოდ ძალიან რთულია, რომ ესე ძალიან ისე იცხოვრო, რომ ვითომ არაფერი არ ხდება, უყურებენ ახლა აი ამ უბედურებას, რაც ჩემ თავზე დატრიალდა. ეს არის უბედურება, როცა ადამიანები ესე გიქცევიან ნამდვილად. მაგრამ მე შევძელი, რომ ეს არ გადასულიყო რაღაცა საზღვარს, აი ამ საზღვარს ყოველთვის ვიჭერ. მე იქ ჩემთვის ხო, ამას მარტო როდესაც საკუთარ თავთან რჩები, რასაკეთებ, ეს უკვე შენი ძალიან პირადულია. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს გადაწყვეტილება ტელეწამყვანებს გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო და აუწყა რომ თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა. როგორც კი ჩემი ამბავი ტელევიზიებში გავიდა, გიორგი არ იყო საქართველოში. ну პირველი ზარი რა თქმა უნდა დავხედე თუ არა გიორგია და ახლა მემზადები პასუხისთვის იმიტომ რომ ხო გავხსენი ტელეფონი ნუ გეშინია მეუბნები ყველაფერი კარგად არის დედა რამე ხდება არაფერი დედა მეუბნები ნუ გეშინია ყველაფერი კარგად არის ძალიან კარგია რაც მოხდა მივდივართ წინ აი ეს სამი წინადადება იყო სრულიად საკმარისი იმისთვის მიდი შენ საქმეებს მიხედე ვეუბნები მიაწექიდე და კარგად იქნება ყველაფერი გავშე ტელეფონი მორჩა ეხლა რამდენი რამე აღარ მithქვამს მაგრამ თული რომ ის არც უნდა მეთქვა აღარ არის საჭირო ის დეტალები თავარი ამოვწურეთ მიყვარს ესეთი ურთიერთობა იცი როცა ადამიანს უსიტყვოდ ესმის შენი და ხვდება რომ აი ცა და ამ ქვეყანაში სადაც მედიას ქვეყნის სიბძნე შემოიტანეს ჩვენი ქვეყნის ბედზე სულ სხვაგვარად გეფიქრება. ისტორიამ სამწუხაროდ საქართველოს თავის დიდ ოჯახს დააშორა და მის კედლებს მიღმა დატოვა. მაგრამ ჩვენ წარმოუდგენელი სიძიუტით, ყოფნა არ ყოფნის ფასადაც კი არ დავთმეთ ჩვენი ევროპული ხასიათი და სწრაფვა თავისუფლებისკენ. ახლა ჩვენი პროფესია არ არის მარტივი, ხო? ჩვენ ერთად გვიმუშავია იმედში და ყოფილი დღეები საერთოდ ლამის სახლში არ წავსულ ვართ, ხო? ესეთი დღეებიც გქონია. მე მაგალითად ვაღიარებ, რომ მაშინ ჩემი შვილები პატარები იყვნენ, უმცროსი განსაკუთრებით და გარკვეულწილად ჩემი ყურადღება აკლდა. იმ პერიოდში. შენ შემთხვევაში როგორ იყო? აი, ახერხებდი იმას, რომ ყოფილიყავი ესეთი მზრუნველი, აქტიური, რაღაც ყველაფერში ჩართული დედა. კი, მე სხვა გზა არ მქონდა, იმიტომ რომ თავიდან ბავშვების აღზრდაში ძალიან მეხმარებოდნენ დედა და მამა და მამა იყო ფაქტიურად ბებიაც და ბაბუაც, იმიტომ რომ დედა ძალიან დიდი ხანი მუშაობდა და თქვა არ მქონდა ამის საშუალება. და მამა იყო ბებიაც და ბაბუაც. აი ყველაფერი იყო მამა ბავშვებისთვის და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ცხოვრების, რომ მამას შეეძლო ამდენი ხანი მიეძღვნა თავისი შვილიშვილებისთვის, რამაც ძალიან კარგი გავლენა იქონია ორივეზე და აი მართლა მადლობელი ვარ ამის გამო. რა თქმა უნდა, ჩემი ყურადღება გარკვეულწილად აკლდათ ბავშვებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი პროცესია ახსდა ადამიანის. ძალიან დიდი პროცესია რა. ეს არც ის არის რომ 24 საათი შვილთან ერთად იყო და თქვა თამაში. ხო, შეიძლება იყო, მაგრამ ვერასდროს იმას რაც საჭიროა. აბარა. და შეიძლება ექცე მაგალითად და ეს მაგალითად ქცევა შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემიძლია ვთქვა რომ ვიყავი ჩემი შვილებისთვის გარკვეული მაგალითი, მით უმეტეს როცა ბიჭებს ვდიდი და მე უხაი
ძალიან ჩართული ვიყავით. ერთი მძიმე ეპიზოდი უნდა გაგახსენო დედა შენის ცხოვრებიდან, როდესაც ის გამოუშვეს რადიოდან და ეხლა უკვე შენ დაგიდგა ეს პერიოდი. Ზუსტად, ძალიან ბევრი რაღაც გამეორდა სხვათა შორის ასაოცრებაა რა. მე უკვე იმედში ვარ უკვე და ზარია ჩემთან რომ ნინო დედა უცხოდად გახდა რადიოში და გეხვეწები იქნება გავვარდი გიჟივით თავის დავაცხადი მივედი და სასწრაფო როგორც კი დავინახე შესასვლელთან გული გამისკდა უცბად იმიტომ რომ ასეთი ცუდი ამბავიც ხა არ უთქვამთ რომ რაღაცა შევარდი და იქვე იმასთან არის სკამზეზის შესასვლელში კი არა აი შესასვლელსა და თავარ დიდი შუშის კარები რო აი ამას შორის ხართ აი ესეც როგორი დეტალია დამოკიდებულების ესეც როგორი დეტალია არაუშავს მივარდი ესო დავინახე გადავირიე აი მე რაღაც აქეთ იქით და ნუ არა ვიცი რა არის მოვედიო სამსახურშიო მეუნება და დავადეო საშვის იმასო საშვი დავადე ამ ტოლიკეთსო და უცებო არ გაიხსნაოდა რომ დაუძახეო ბიჭებსო რომ ბიჭებო არ გაიხსნაო რა გაუქმებულია ალბათ ნუმერიო და ვერ და კარგი და სწრაფათო მივტრიალდიო და დავარტყიო კაცო აი ამ შუშასო და ეს შუბლი ქონდა მთლიანად გადასერილი ადამიანს ვაიმე ღმერთო მე ღმერთს ვთხოვ რომ არავის არასოდეს მსგავსი არაფერი გაევლოს იმიტომ რომ სანამ ეს ხდება ამ ქვეყანაში სანამ ეს ხდება ჩვენ ადამიანები არა ვართ და ჩვენ ადამიანების ფასი არ ვიცით სულ რომ დედაჩემი ყოფილიყო რა ვიცი ვინ აი არ ვიცი ვერ გეტყვით რა ესე ადამიანს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოექცე იმიტომ რომ თან ასეთი დამსახურების ადამიანს ხო ნუ არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში და მე უკვე გამეცი და მე როცა მე შემეხო უკვე ეს ამბავი ნუ ავტებოდი იმ დღეს იცილით გეფიცები როგორც კი მომახსენეს რომ რესურსი ამოწურულია ჩვენი ურთიერთობის და ნუ წამოვედი და ავემშვიდობე კარგად ბრძანდებოდეთ მე კიდე წამოვედი ოღონდ იქვე უთხარი რომ თქვენ ალბათ ხვდებით რომ ჩვენ სასამართლოში უსათუოდ შევხვდებით კიდევ ერთმანეთს წამოვედი და ესე იგი ახალი ტელევიზიის შენობიდან ჩვენამდე აი 20 წუთი მაქსიმუმ ხო? თან 7-ს გადაცდენილია უკვე. 7 საათი იყო რომ მე გამოვედი იქიდან, ანუ უკვე სამუშაო დღე ამოწურულია. ანუ განკარგულებების გაცემის დროც ფაქტიურად არასწორია, იმიტომ რომ 7-ზე ხო თავდება კაცო ეს დალოცვილი სამსახური. წამოვედი და მივედი ძველ შენობასთან, იმიტომ რომ უკვე რო ატყდა ამბავი რომ აი ესე გაუშვეს ნინო ზაუდაშვილი, ვასკა ივანოვიჩიკონი რაღაცა, ნუ წამოვედი. მივედი ძველ შენობასთან, იმიტომ რომ იქ უკვე იყვნენ საზოგადოების რაღაც ნაწილი მოსული, რომ ამბავი გაეგო ზუსტად რა მოხდა, როგორ მოხდა, მივედით ამოვიღე ჩემი საშვირო ტურნიკეტზე დამედო, იმიტომ რომ ტელეფონი დამიჯდა, მინდოდა დამეტენა, იმიტომ რომ ბევრი ხალხი რეკავდა და ვიფიქრე არ შეეშინდათ ახლა გამორთული ტელეფონი რაღაცა. ხო და დავადე ესე და შენი საშვიც გაუქმებული. საშვი გაუქმებულია. არაფერი. საშვი საერთოდ რა მოსატანია, როცა ადამიანი გაუქმეს იმ დღეს, აი ესე გადახაზეს მთელი 40 წელი. არაუშავს. მე ამას გადავიტან. მე ამაზე უარესები გადამიტანი. მაგრამ ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში მე მეწოდებიან ის ადამიანები, ვისაც მოუწია ამ ყველაფრის თავის თავზე აღება. არასწორად ვარ გავიღე კარი და ირინა მიცის ველაპარაკე უკვე. ჩიქოვანი და დიჟა კიტია დროზე. მე არ ვიცი ახლა იქ ვინ ეთანხმებოდა ჩემ გამოშვებას, ვინ არა, ვინ დარეკავ. მე დავინახე ის ვინ შეასრულა. და ვინ შეასრულა, არაფრით უკეთესი არ არის. იმაზე ვინც მას ეს დაავალა. ეს ნიშნავს რომ შენ უარესი ხარ, შენ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებ. შენ რასაც ყურში ჩაგძახებენ, იმას ამოიძახებ. და როგორც კი ასეთ რამეს ამოიძახებ და მე ვიღაცას დაურეკავ რომ ახლა საშვი გაუუქმეთ სასწრაფოდ, საუდაშვილს რომ ემანდი გარ შევიდეს და არ დაიპყროს ტელევიზია. ანუ რა ვინ ხარ საერთოდ რა? აუ ღმერთო ჩემო და ასეთ ადამიანებს არ შეიძლება ებაროთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმიტომ რომ არაფერი კავშირი მას ადამიანობასთან, ადამიანთან, საზოგადოებასთან, პროფესიონალისტთან. არავითარი. როგორი
მეტყველიც არ უნდა იყოს მისი გამოსვლები აქეთ იქით ამ ტრიბუნებზე და როგორც არ უნდა ლაპარაკობდეს ავტოკრატიულ რეჟიმებზე, სასაცილოა უკვე დედასგებიცებით რა. მართლა საწოდა მდგომარეობაში ჩაიგდეს ამ ადამიანებმა თავი. მართლა მეწოდებიან. იმიტომ რომ მე დღეს ქუჩაში ხვდებიან ადამიანები, რომლებიც ხან ჩამიხუტებენ, ხან ესე მაჩვენებენ, ხან გამოხატავენ ამ დამოკიდებულებას ჩემდამი. ეს შეიძლება იყოს 10 ადამიანი, მაგრამ ისათიც არ ეყოლებათ იმათ. აი დღეს ვინც კუჩი დასდევს და უნიავებს, ის ხალხი სხვებს დაუნიავებს მე, იმიტომ რომ ჩვენ ესეთები გვინახავს. უი მე რამდენი მინახავს, ღმერთო ჩემო, სახელები და გვარები შემიძლია, რატო, თორე კი აი ეს ადამიანები ხო ყველას უნიავებენ, ვისაც კი ოდნავ დაცხება და დაცხებათ აუცილებლად. წლების წინ ძალიან დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდი სცენას და ეს სპექტაკლი როგორც ვიცი, აი აშლაგით მიდის უკვე წლებია. 15 წელია აი შენთვის ემოციურად რას ნიშნავს სცენაზე დგომა? იცი რა ძალიან კარგია. იმიტომ რომ იცი როგორი რაღაცა ახლა აი ბალანსი იყო რაღაცნაირად ჩემთვის იცი, როდესაც აი ტელევიზიაში როგორც კი მით უმეტეს რეალური სივრცე დავიწყეთ და საკმაოდ მძიმე თემები, საკმაოდ სოციალური საკითხები და ეს იყო ჩემთვის აი ნირვანა, როცა მივდიოდი თეატრში და ვთამაშობდი სპექტაკლს, მით უმეტეს ჩემდა გასაკვირად ამ სპექტაკლს აქვს ისეთი აღიარება, რომ აი მართლა მიგუშ როგორ შეიძლება 15 წელი ესეთი ანშლაგებით მიდიოდი სპექტაკლი, აი მართლა და თან გოგოები, აი ჩემი უახლოესი მეგობრები, ბავშვობის მეგობრები შეიძლება ითქვას და რაღაც კარგი გარემო, იცი როგორი გარემო იქნება, რომ აი ყველაფერი რომ გეფერება, გელამუნება, გამშვიდებს, გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის. როლია საკმაოდ ისეთი აქტიური ადამიანი, იქა ჟურნალისტი თამაშობ, რომელსაც რაღაც პირად ცხოვრებაში რაღაც პრობლემები აქვს, რაღაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის ჩემთვის, აი, ამოსუნთქვის ძალიან დიდი საშუალება. ძალიან და ძალიან მიყვარს. მიყვარს მაყურებელი, მიყვარს ის ხალხი, ვისთან ერთად სცენაზე ვარ და მიყვარს თეატრი. მიყვარს. ძალიან მიყვარს. ნინო, შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარე ტელევიზიაში, სხვადასხვა ტელევიზიაში, სხვადასხვა ჟანრის გადაცემა მიყავდა. თუმცა აი თუ გამოყოფ შენთვის ყველაზე საამაყო პერიოდს, აი რომელზეც შეგიძლია თამამად თქვა, რომ აი ამ პერიოდის გამო ღირდა ამ პროფესიაში ჩემი მისვლა. იცი რა არის თათია, აბსოლუტურად ყველაფერი რაც ტელევიზიაში და რადიოში გამიკეთებია, ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვათ, აი პიკი საათის პერიოდი უკავშირდება აფხაზეთის ომს, იქ იყო უმნიშვნელოვანესი პრაქტიკა, რომელიც მე მივიღე და აი ეს ურთიერთობა პროფესიონალ ჟურნალისტებთან, აი საოცარი გუნდი იყო პიკი საათი, საოცარი გუნდი იყო და თან ის იყო ახალი სიტყვა მედიაში და მაშინ საერთოდ სად იყო ესეთი ტიპის მედიები, ხალხო ეს იყო საოცრება და თან აი ამ ყველაფერში მომიწია ყოფნა, აქტიურად ჩაბმა, ამ აქტიურობამ ისე წამიღო და ეს ჩემ ხასიათს ძალიან კარგად მიესადაგა, რომ აი ჩემთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მერე იყო ტელესინე ვიდეო, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ტელესინე ვიდეო. ეთერშია ტელესინე ვიდეოს მორიგი გამოშვება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით არაჩვეულებრივ სასტუმროში, რომელსაც ქვია სიმპათია და სტუმარით შესაბამისად სახელის, აი სასტუმრო სახელის შევარჩიეთ. ეს გახლავთ არაჩვეულებრივად სიმპათიური ადამიანი, მსახიობი მარინა ჯანაშია. თან იცი რა არის, მე სუთვლიდი, რომ მე რადიოში მშვენივრად მოვერგი და რაღაც კარგად ვცნობდი თავს, მაგრამ ხა ტელევიზია მაინც, ნუ აი გარეგნობა რაღაცა. სულ ფიქრობდი, რომ აი ლამაზი უნდა იყოს წამყვანი, აუცილებლად რაღაცა სტერეოტიპები ხო არსებობდა ბუნებრივია და მქონდა ეს კომპლექსი, ნუ რა ვიცი, ახლა ჩემი გარეგნობასთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ ეგ არ არის მეორე, ეგ მეორე ხარისხოვანი. ხო და აი ტელესინე ვიდეო იყო არაჩვეულებრივი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, იყო ალიონი ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი. მე უკვე იმედზე იყო შემეცნებითი და ისეთი გასართობი გადაცემები, იქაც მოვსინჯე თავი, მე 60-ის ვაშლები იყო და მერე იყო რეალური სივრცე, ეს უკვე აი რაღაცა სიმწიფის პერიოდის ჟურნალისტიკა
შედგა რეალური სივრცით. აი ეს ფაქტიურად იყო ნამდვილად გვირგვინი მთელი ჩემი კარიერის, იმიტომ რომ ეს იყო გადაცემა, რომელიც ემსახურებოდა ადამიანების ინტერესებს და მათ ცხოვრებას და მათ საჭიროებებს, მათ პრობლემებს და აბსოლუტურად ყველაფერს. მე თუ გადავხედავ და ვიტყვი აი თქვა ჩემი სატელევიზიო კარიერა ვთქვათ, ხო? რა თქმა უნდა, რეალური სივრცე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, იმიტომ რომ მე მაშინ შევძელი სხვა ადამიანებისთვის გამეკეთებინა ის, რაც ადამიანს უნდა გაუკეთოს აუცილებლად მოусმინოს. აი ყველაფერს თავი გაანება, მოусმინოს უბრალოდ და მისი პრობლემა გაითავისოს, გაიაზროს, აი ეს ტკივილი გაატაროს თავის თავში. ერთადერთი ეგ აყალიბებს ადამიანს, რომ შეძლო გაზიარება. აი ამ გაზიარებისთვის ვართ ჩვენ საერთოდ დედამიწაზე, რომ ერთმანეთს რაღაცნაირად გაუზიაროთ, ხელი გაუწოდოთ, ამოვიყვანოთ, ავაყენოთ ფეხზე, როდესაც აიქცევა და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და თუ ჟურნალისტს ეს თვისებაც აქვს და შეუძლია მოსმენა, შეუძლია გაზიარება, ამაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება რომ იყოს. რა ვიცი. მართალი ხარ. ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულწრფელი ემოციების გაზიარებისთვის და მე გისურვებ იმას, რომ ძალიან მალე დაუბრუნდა შენს საყვარელ საქმიანობას და შენი საყვარელი სტუდიიდან ისევ მიესალმა შენს მაყურებელს. წარმატებები შენ იმ ბრძოლაში და ჩვენ ყველას რა ბრძოლაშიც დღეს ვართ. დიდი მადლობა.